Get low when the whistle go. გამარჯობა ძვირფას მაყურებლებო, მივესალმები ყველა ჩვენი არხის მაყურებელს და ყველას ვინ ჩვენ გიყურებს, ახლა შემოგთავაზებთ ვიდეოს კიდევ ერთ საიტზე, Bitcoin როგორ ვიშოვოთ Bitcoin-ი, ანუ Bitcoin-ის მაინინგის საიტზე. ეს საიტი არის ამ საიტს ქვია SLD mining-ი. ამ საიტზე ესე იგი რეგისტრაციის დროს მივიღებთ საჩუქრად 1500 Dogecoins და პლუს ამას ყოველდღე გვექნება საჩუქრად 10 Dogecoin-ი. უბრალოდ ყოველდღე უნდა შემოხვდეთ საიტზე. და ამ საიტი თვეში გვაძლევს მოგებას, რომ იცოდეთ აგერ უწერიათ 40%. ეს საიტი მუშაობს უკვე მიახლოებით 6 თვე და ფულს იხდის. შემდეგ დავრეგისტრირდებით ამ საიტზე. რეგისტრაციის დროს მოითხოვს ესე იგი რეგისტრაციის დროს email-ს, პაროლს და PIN-კოდს. PIN-კოდი დაიმახსოვრეთ, PIN-კოდი დაგჭირდებათ ფულის გატანის დროს. და დაგავიწყდეთ PIN-კოდი. ამ საიტზე შეიძლება მაინინგი ეხლა ვეკანახებ გადავალ ესე იგი კაბინეტში, ნუ დაგერეგისტრირდებით და რეგისტრირდებით, შემდეგ გადახვალთ email-ზე. დაადასტურებთ თქვენ email-ს, შემოხვალთ თქვენ საკუთარ კაბინეტში. ამ კაბინეტში უკვე თქვენ გექნებათ საჩუქრად ასე ვთქვათ Dogecoin-ი, ეხლა მაინინგს Dogecoin-ი, მე შემდეგ გადაახურდებით ესე იგი cloud-ში, ეხლა ვეკანახებთ, ნუ ჯერ გაგიხსნით ამ საიტზე შეგიძლიათ მაინინგი თვითონ cloud-ის ნუ ხეშების მაინინგი, ასე ვთქვათ. Bitcoin-ის მაინინგი, Litecoin-ის მაინინგი, Dogecoin-ის, Bitcoin-ის, კლამი არ ვიცი რა არის ეს ახალი არის ასე Dash Coin-ის და Fatecoin-ის და Namecoin-ის და Redecoin-ის მაინინგი ფასების წერია აგერ რომელი რა ღირს ფულის გატანა შეგიძლიათ ძალიან ბევრ აი ნახეთ Mastercard-ზე შემოტანა და გატანა ფული შეგიძლიათ Mastercard-ზე, VTB ბანკში, Sberbank-ი, ნუ ეს პრივატ ბანკში, პრივატი აღარ აქვს ჩვენთან, Yandex-ზე, Kiwi-ზე, თავისთავად Bitcoin-ზე, Dogecoin-ზე, Litecoin-ზე და თავისთავად Bitcoin-ის, ნუ Bitcoin-ის ანგარიშზე უბრალოდ. და ეგრევე შეგიძლიათ თუ კიდაც მაგალითად რომ Bitcoin-ი დაამანინგოთ, ასე რომ ვთქვათ. ეგრევე საჩუქარი რო ექნება Dogecoin-ი, აი შევდივართ აქ განახებთ ახლა მოკლედ უცბად აგიხსნით როგორი არის აქ და რა არის. გადავდივართ აგერო წერია open namoshnosti ენები სხვა შორის აქ ძალიან ბევრი ენა ნახეთ. ნუ ქართული არ აქვს, მაგრამ რუსული აქვს, ინგლისური თუ უფრო ის ინგლისურიც აქვს. გადავდივართ აგერ open namoshnosti SLD ასე რომ წერია და აქ ვირჩევთ მაგალითად Dogecoin-ს ავირჩევ ახლა. და Dogecoin-ს გადავახურდავ ისევე SLD-ში. დავაკეთებ domains, აი, ნახეთ, ეს საჩუქარი, რაც გვექნება ჩვენ მე ახლა გადავახურდავ ახლა, მაგრამ მაინინგი რომ მიდიოდა, კიდევ ვახურდავ ხელახლა, შემდეგ გადავდივართ მაინინგში. დავთავთ ისევ, აი, ეს მაინინგის გვინდა ასე რომ ვთქვათ, აი ახლა წავა Bitcoin-ის მაინინგი. Bitcoin-ის ფასი იწევს მაღლა ცოტაგერით გვიწევს ფასები მაღლა მიდის თუ დაბლა მიდის ფასები. აი ეს ამის ფასი ვარდება, ამის ფასი მაღლა მიდის, ასე რომ ვთქვათ, ეს ფასების წერია. მიახლოებით 1 საათში რამდენს ვიშოვით, იგის წერია, ნუ რა ჩვენ ფული გვაქვს ან 0.78 ცენტით. ამდენს ვიშოვით. ეხლა აქ Dogecoin-ი ხომ დამჭა კიდე ნახეთ, კიდევ დამჭა ცოტა, ამასაც ბარემ გადავიყვან ისევ ამ ფულში. ასე რომ ვთქვათ, აი Dogecoin-ი კიდევ გადავახურდავთ. აი შემდეგ გადავიდეთ მაინინგში ისევ. აი არის ანგარიშზე აღარ მაქვს დარჩენილი. არაფერი არსად, Bitcoin-ის მაინინგი მიდის ახლა. აქ ფული არ ჩამირიცხე თავისთავად ეს საჩუქრაცაა, მიახლოებით 100 გამოგვივა დღეში. ნუ ყოველდღე რომ გვაჩუქებს Dogecoin-ი, შეგვიძლია გადავახურდავთ. თუ ფული შემოტანას აპირებთ საიტზე, ესე იგი რასაც შემოვიდანთ, იმ თანხის 40% იშოვით, ასე რომ ვთქვათ, თვეში. და მიახლოებით, ესე იგი 2 თვე ნახევარში თქვენ თანხას დაებრუნებთ, თუ 3 თვეში გააჩნიათ თანხა რამდენი გაქვთ. შემდეგ გადავიდეთ აი აქ ბალანსზე.
გადავდივართ ბალანსში. აი ახლა მე მინდა შევავსო ჩემი, ესე იგი, ასე რომ ვთქვათ, ბალანსზე გიგვაქვს cloud-ი, ეს არ მინდა ახლა მოიცა შევსებაზე ვნახავთ. აგერ არის შევსება კაშერკიდლე ზაპალნენია, ასე რომ ვთქვათ, აი ნახეთ შევსება აქ არის ძალიან ბევრნაირი, Payer-იც აქვს, Money-ც, პრივატი, ანუ იზაბარად და ასე შემდეგ. ახლა მინდა მე აი Bitcoin-ი რომ შევავიტანო, ესე იგი ანგარიშიდან. აი ამას ვაკოპირებთ. ესე დავაკოპირებთ, მინიმალური არის 0.02, ნუ მაქვს მე 0.0550-500 Bitcoin-ი ემანიც დარჩენილი. და ახლა შემოვიტან, აი გაგზავნას ვაჭერთ. აი ვსვამთ აქ მისამართს, აქ წერთ რაოდენობას. 0.4 ვაგზავნით. ახლა მოგვივა ტელეფონზე მესენჯერი, შემდეგ შევავსებ. შემდეგ განახილეთ თანხის გატანას, როგორ უნდა თანხის გატანა. აი მოვიდა SMS-ი. კოდი შევიყვანოთ, კოდი 54 69 და გავაგზავნოთ. ახლა თუ გაიგზავნება. აი დასრულებული არის, გაიგზავნა, ასე რომ ვთქვათ, შემდეგ აუცილებლად აქ აი აქ უნდა დააჭროთ ამას, რომ თქვენ გამოვაგზავნეთ. და ველოდებით, ასე რომ ვთქვათ, სანამ აქ დაწერს, ამდენი წამი დაელოდეთ, რომ შეამოწმონ. ასე რომ ვთქვათ, შემდეგ გატანა არის თანხის ჩვეულებრივად, აგერ ისტორიულს აგერ რომ არის შეხვალთ, მიუწევთ თქვენ Bitcoin-ის ანგარიშს, თანხას გაიტანთ, კიდე Bitcoin-ის ანგარიშზე, გინდა შეგიძლიათ პირდაპირ გაიტანოთ იზაბარადზე, Mastercard-ზე. მაგრამ Mastercard-ზე რუბლებში არის. Payer-იც ბარადზე თუ გაქვთ Payer-ზე შეგიძლიათ გაიტანოთ. ასევე სხვადასხვა საიტები, რომელიც ხებულობს ამ Dogecoin-ს, Blackcoin-ს და ასე შემდეგ. და Money-ზე შეგიძლიათ გაიტანოთ, სადაც თქვენ გაგიხადებათ იქ გაიტანთ თანხას. სხვა აგერ აქვს კალკულატორი კიდევ, შეგიძლიათ კალკულატორში გადავხვიდეთ და ნახოთ ამდენს სათანხაში ამდენ მოგებას ნახავთ. აი გადავიდეთ კალკულატორში. აი მაგალითად რომ ჩავდოთ ნუ სიტუაცია წერი აქ $200, ამ წუთში ამდენი Bitcoin-ი არის $200. ესე თვეში გვექნება 28% 100%-ობაშია და 3.5-ვარში ესე 100% და 100.34% ამოვიღებთ თანხას. ჩვენ დავიფუნებთ. თვეში გვექნება, ესე იგი, კვირაში გვექნება 6% და 69, 6% და 69 $200 არის. $200-ზე, ნუ თვეში 28%, $100-ზე 28%, ესე იგი, მოდით გადავამოვალოთ კალკულატორზე. ამდენი წერი აქვს 28 და 67 67 ასე გამოდის 28 გადამოვნება არ გინდა, ანუ ამდენ პროცესს მოგწონს თვეში. მიახლოებით ეს გამოვა 67 გამოვავლოთ 5 ამით ამდენი არის $100. ესე იგი ჩვენ თვეში მივიღებთ $200-დან ეს დავშალოთ 28. ნუ 28 თქვა, 28 გამოვავლოთ 2-ზე უდრის, $200-ში მივიღებთ მიახლოებით $57 და 67 არის აქ, $57-$18 გააჩნია კურსი ამდენზე იქნება. $58 მივიღებთ თვეში. ჩვენ თანხას დავიფუნებთ 3.5-ვარში. აი 100% გამოგვივა და 34, ესე 3.5-ვარში ვიფუნებთ ჩვენ თანხას, ასე ვთქვათ, ამდენ წარმოვჩავდოთ. ახლა გადავიდეთ ისევ კაბინეტში. აი შეგიძლიათ ეს საიტიც მიამატოთ თქვენი საიტების სიაში, ასე ვთქვათ, და ფულს ნუ თავისთავად როდესაც ვერ ვიდეოში ახსენი, ერთ საიტში თანხას თუ აპირებთ ჩადობას, მაინც არ ჩადოთ.
არ გარისხოთ თქვენის ბოლო თანხა თავისთავად 1 საათში როდესაც ჩაკეთ ასე ვთქვა და თუ გაქვთ ის გასაწყისი თანხა ჯობია მაინც ნაკლები რისკი რომ შევამციროთ გადავანაცვლოთ 3 საათზე 2 საათზე ან 5 საათზე 10 საათზე რაც 11 საათზე გადავანაცვლოთ თანხას მით უფრო გაიქნება და ისე უნდა გადავანაცვლოთ თანხების სიტყვაზე $200 ან $100 თუ ვაპირებთ გადავანაცვლოთ სიტყვაზე $30-30 3 საათზე რომ თვეში შემოგვიდეს ისეთი პროცენტობა ვნახოთ საიტების რომ შემოგვიდეს საშუალოდ იგივე თვეში რაც მაგალითად ამ საიტზე ჩაგვეკვირდა ფული ჩაგვედო ან სხვა საიტზე ისეთი პროცენტები შეარჩიეთ საშუალოდ ერთნაირი პროცენტობა რა გქონდეს თვეში გაცემის რომ ერთ და იგივე თანხა გამოვიტანოთ და რისკის ნაკლები იქნება როცა სამ საიტზე იქნება თული მეგეთირებთ სამ საიტზე ან 5 საიტზე ჩადები კაშენ ამ ხელა თანხას დოთ გადანაწილო ნუ ახლა თუ $10 დოთ $10 განაწილება თავისთავად თუ აღარ ღირს შეიძლება გადანაწილოთ $1000 მაგალითად ჩადოთ $10 ამ საიტზე 10 იმ საიტზე ან 10 ამ საიტზე ან 20 და ასე შემდეგ რომ რისკი შევამციროთ ნახოთ აბა ახლა ისევ ნახოთ დაელოდეთ ნუ დაერიცხება ესე ვთქვათ ის აგვიანდება ბიტკოინის თავისთავად არის ხო 9 საათი მაინც აგვიანდება ამიტომ უნდა დაველოდოთ პატარახან და თანხა ჩაერიცხება არ არის პრობლემა თანხაც გადის აქედან არ არის პრობლემა რომ იცოდეთ თუ მეგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი ვინცაც არ აქვს გამოწერილი არხი და აკომენტარეთ თუ რამე შეკითხვები გაგიჩნდათ მოუწერეთ კომენტარებში შეგიძლიათ შემოხვდეთ ჩვენ Facebook-ის გვერდზე და აქ დაწეროთ რამე შეკითხვა თუ გაგიჩნდათ ან მომწეროთ პირადად მე ახლა იქ მშვიდობებით ყველას მომავალ შეხვედრამდე და აპატიურებთ